მოგესალმებით მეგობრებო, ანონიმური ფაქტები ისევ თქვენთან არის როგორც ყოველთვის ყოველ დღეს 3 საათზე. თუ მოგბეზრდათ ქალაქის რუტინული ცხოვრება და ქაოსი, გირჩევთ შეეშვათ ტურისტული ადგილების ძებნას და ევროპის ღრმა სოფლებზე გაამახვილოთ ყურადღება. დღეს მოგითხრობთ ისეთ სოფლებზე, რომლებიც ნამდვილად ვერ შეედრება მილანსა და პარიზს, თუმცა მათი მონახულება ნამდვილად ღირს. ამ ადგილებში თქვენ სულიერადაც დაისვენებთ და განსაცვიფრებელ სილამაზესაც ეზიარებით. მაშასე დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ევროპის 5 ყველაზე ლამაზი სოფელი. გელშტატი, აუსტრია. გელშტატი პატარა დასახლებაა ავსტრიის ალპებში. ამ დასახლებამდე მისვლას ვენიდან მატარებლით მოახერხებთ. სულ 4 საათის სასიარულო გზაა. თვითონ დასახლებაში რკინიგზის სადგური არ არის. ის ტბის მეორე ნაპირას მდებარეობს. მგზავრები ტბაზე ნავებით გადაჰყავთ. ქალაქიდან მთაში დიჰშტაინში საბაგირო გზა ადის. ეს ადგილი გამორჩეულია არა მარტო თავისი უნიკალური სილამაზით, არამედ გამოქვაბულების რაოდენობით. თვითონ გელშტატის დასახლება და დაჰშტაინის მასივი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობათა სიაშია შეტანილი. მანაროლა, იტალია. მანაროლა პატარა ქალაქია ლიგურიის სანაპიროზე. ეს იტალიური რივიერის, ჩინკვე-ტერეს ერთ-ერთი უძველესი მონაკვეთია. სოფელში არის საცალფეხო გზა, რომელსაც ეძახიან სიყვარულის გზას. საცალფეხო გზა 5 დასახლებას აკავშირებს ერთმანეთთან. კერძოდ, ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები მონტეროსო ალმარე, ვერნაცა, კორნილია, მანაროლა და რიო მაჯორე. ჩინკვე-ტერეში ჩასული ტურისტების უმრავლესობა მეზობელ დასახლებაში რიო მაჯორეში ჩერდება, რადგან იქ არის რკინიგზის სადგური და პატარა პლიაჟი. იქიდან მანაროლამდე მისვლა კი ფეხით არის შესაძლებელი. ბიბური, დიდი ბრიტანეთი. სულ პატარა ზღაპრული სოფელი ბიბური ინგლისის ცენტრში მდებარეობს. ამ ადგილას თითქოს დრო გაჩერდა. აღტაცებაში მოგიყვანთ პატარა, აკურატულად ნაშენები ულამაზესი სახლებიც. აღსანიშნავია, რომ აქ ყველა სახლი ერთნაირი ქვით არის აშენებული. სახურავებიც კი ერთნაირია. სოფლამდე მისვლა ავტობუსით არის შესაძლებელი. კოლმარი, საფრანგეთი. კოლმარი ელზასის ერთ-ერთი ულამაზესი დასახლებაა. ძველებური ქუჩები, ლამაზი პატარა სახლები განუმეორებელ შთაბეჭდილებებს ტოვებენ. ვილაჟი, საფრანგეთი. სულ პაწაწინა სოფელი ეზი, მონაკოსა და ნიცას შორის მდებარეობს მთის წვერზე, რომლიდანაც საოცარი ხედი იშლება ხმელთაშუა ზღვაზე. ეზში სულ რამდენიმე სასტუმროა. იქ შეხვდებით უამრავი ხელნაკეთი ნივთის დახლს. ეს ვილაჟში მოხვედრა ფეხით არის შესაძლებელი ცნობილი ნიცშეს გზით. დღეისთვის კი სულ ეს იყო. გამოიწერე არხი და დაელოდე საინტერესო ვიდეოებს. მომავალ შეხვედრამდე.